ყაზარმულ სისტემაში ვაქცევთ ადამიანებს 12 წლით და ვართმევთ ამ დროის მანძილზე ექსპერიმენტირების და განვითარების შესაძლებლობას. რეალურად ასეთმა სისტემებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ბევრად მეტი ბავშვი გადარჩა, მაგრამ ყველა იკვებება უარესად. ფული იხარჯება სასამართლოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს ახლა დერეგულირება უნდა მოხდეს, რომ ყველამ თავის მოსამართლე იქირაოს და კონკურენციის ფარგლებში გავარკვიოთ, რომელი უკეთესი მოსამართლეა. ყველაზე კარგს ვინც იღებს, ისინიც უარესს იღებენ და ყველაზე ცუდს ვინც იღებს, ისინიც უარესს იღებენ. აქ არის, მე მგონი, პრობლემა იმ არგუმენტებში, რაც სანდრო წამოაყენა. სახელმწიფო მენეჯმენტი არაეფექტურია კერძო მენეჯმენტთან შედარებით. შეიძლება ვილაპარაკოთ პროდუქტების ხარისხზე, ან სერვისის ხარისხზე, მაგრამ სოციალური ინსტიტუტის ხარისხზე ვერ ვილაპარაკებთ კონკურენციის ფარგლებში. ამ ღარიბ და ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაშიც კი არალეგალური კერძო სკოლაც კი ჯობნის მაგრამ მე სახელმწიფოს პრობლემა მგონია და სახელმწიფო ტესტებიც არა ყველა არა ეს